მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ თავისუფალი დემოკრატების საგანგებო განცხადება. თავისუფალი დემოკრატები კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ეგრეთ წოდებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ ნაბიჯს და ანექსიისკენ. აღნიშნული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება არის გზავნილი საქართველოს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასთან ერთად მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლას, აგრეთვე მცდელობას არ დაუშვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ურთიერთობის აღდგენა. ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა შემუშავებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების გაფორმებაზე ოფიციალური რეაგირება უმაღლეს დონეზე. მიგვაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საკმარისი ნამდვილად არ არის. აუცილებელია დაუყოვნებლივ განხორციელდეს პირდაპირი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის, პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებთან და მთავრობის ხელმძღვანელებთან. საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერო, ეუთო, ევროკავშირი დაუყოვნებლივ იქნას მოთხოვნილი საგანგებო ხდომების მოწვევა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ საკითხის დაყენება გაეროს უშიშროების საბჭოზე, ეუთოს გაძლიერებული მუდმივი საბჭოს და დეკემბრის მინისტერიალზე. დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წარმომადგენელთან და ჟენევის პროცესის ყველა სხვა თანათავმჯდომარესთან პლენარული ან საგანგებო ხდომის მოწვევის მოთხოვნით. მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შესაბამისი შეფასება მისცენ ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების გაფორმებას. საქართველოს პარლამენტმა უნდა გააქტიუროს ქმედებები პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო ჯგუფებთან, რათა მოხდეს ამ ფაქტის ადეკვატური შეფასება შესაბამისი რეზოლუციების მიღების გზით. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააქტიუროს საქმიანობა საერთაშორისო მედიასთან, საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მზადება რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში პოლიტიკური ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და შესაძლო